ადამიანებზე მოძალადეს არასდროს ერქმევა არც მანდატური, არც პოლიციელი, ქალ ჟურნალისტებზე, ქალ აქტივისტებზე მოძალადეს არასდროს ერქმევა კაცი და გახსოვდეთ, რომ სოლიდარობა ყოველთვის ექნება იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობისთვის იბრძვიან, განსაკუთრებით ქალებს და არ გაბედოს არავინ და ქალზე ხელი არ აწიოს და არც აუწიოს ტონს. და ეს აბსურდი რაც არის, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და თქვენს ისევე შეგწყვეტთ, როგორც იმ მოძალადეებს, რომლებიც ჩემ თვალწინ სარკმლიდან რაც ხვია იმას ხანი დავხედავდი, როგორც ძალადობდნენ. ვიგებ ვერასდროს რას ნიშნავს ფრაზა განმეორებითი რაღაც დანაშაულის შადენა, იმიტომ რომ ჯერ ზუსტად ამიტომ ვარ და ამიტომ იცავს საკუთარ თავს, რომ ერთი დანაშაულის არ ჩამიგდენია და ზუსტად ეს არის ამ ცხოვრების ამაურება და არის ამაურების ბაზარი, რის გამოც მე არ ვცდილობ. შესაბამისად, ერთი დანაშაული არ არსებობს, რომელიც გამტკიცდა როდესმე რომელიმე ეპოქაში, რომელიმე საუკუნეში, რომელიც დავაშავე და ეს ის ყოველთვის დისტანცირდებით აი ამ ადამიანობას როცა უსვამხას, მაგრამ როგორც ადამიანი, ვიდრე თქვენს მანტიას ვიდრე გაიხსენებთ, ჯერ ხომ ადამიანი ხართ და მე ყველანაირი რეკალი, ან ვიხვეწები ადამიანებო, დაიწყოს გამოძიება. და გამოძიება რო არ იწყება, იქვე არის უკვე პასუხები რატომაც დაიწყება, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს გამოძიება გაწყებულიყო, მე ზუსტად ვიცი, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მე დღეს არ ვიჯდებოდი. იმიტომ კი არა, რომ ჩიტივით მინდა თავისუფლება, არა, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერი არ დამშავებია, არაფერი რო არ ხდება ქმედითი, არც ერთი ნაბიჯი რო არ იქნება, უბრალოდ რომ მიდისვალი რაღაც გამოგვიყვანეთ მასხარი რა, გეთხოვათ ისე და სხვანაირად გაგართობდით და უფრო შთამბეჭდავად. ანუ ეს ისეთ სასაცილოა ჩემთვის, რომ მართლა გეუბნებთ და ბავშვობაში ტომისა და ჯერის არ მეცინებოდა ისე, როგორც ახლა მეცინება.